ბარბარე რაფალიანცის დედის ახალი შოკის მომგვრელი ინტერვიუ, რაც თავაზობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია თათია მექერიშვილს. ფიორუშენ მოკალიშვილიო, დაახლოებით მოვისჩიანო 1-2 წელს. შაბათს 22 საათზე ყველაფერი 10 თვის ბავშვის გარდაცვალების შესახებ. ბავშვი მომყარე! 9 თვის ბავშვი მოკლეს, გესმით თქვენ? დააკავეთ გიორგი ღვინიაშვილი, მკვლელი, რომელმაც ბევრი მოკლა. სახეზე აშკარად უდიდესი თავგასულობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების. Რაღაცომ არჩევნების დღეს მოკვდა ჭელიშვილი, შეწირეს. რა შეწირა? 2 წელი ბარბარე რაფალიანცის სიკვდილიდან და არაერთხელ გაცემული პირობა. დინაროს გამოძიება და გვაქვს პერსპექტივა. რეალური პერსპექტივები გვაქვს გახსნის. ხელისუფლებაში მობრძანდით მათ შორის ამ საქმით. კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს უკვე აღარ არის საინტერესო თემა. გამოდის ესე ცინიკურად და მასხარად ვიგდებს. რატო დამტვირდა მაშინ გვერდზე დაგიდგებით და ადევდათ ღვინიაშვილს? 2 წლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლილი პოზიცია უარი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ნახევარ საქართველოს გონიები ჩვენ მოვყავით, მეორე ნახევარს გონიებო თქვენ მოვყავით. არ მისდათ ერთად დაუსვათ ამას წერტილი. უზნეო ადამიანებისგან მე რა თქმა უნდა მათ მე წამოწეულ რეგულაციებზე კომენტარს არ გავაკეთე. დიდი მადლობა. და უარი ოჯახს. განიბაშვილი შეხვდებათ ისეთ სამოქალაქო ადამიანებს ესე ვთქვა. ზუსტად 2 წლის თავზე ყველაზე შემზარავი სიკვდილის საქმე, რომელსაც ხელისუფლებამ ზურგი აქცია. რაფალიანცის ოჯახის წევრები. დიდი მადლობა. ბარბარე რაფალიანცის საქმე ნახეთ შაბათს 22 საათზე გადაცემაში განსხვავებული აქცენტები.